დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. ჩვენ ადამიანზე ვსაუბრობთ. ამ ფრაზით ვიწყებ მე გადაცემას და ამ ფრაზით მოვდივარ ყოველდღიურად თქვენს ოჯახებში სტუმრად. წლების მანძილზე ვსაუბრობთ ადამიანზე და ადამიანთან დაკავშირებულ საკითხებს. იმიტომ რომ ადამიანია ყველაზე დიდი ღირებულება და იმიტომ რომ ადამიანის სიცოცხლეა ყველაზე მეტად გასაფრთხილებელი ნებისმიერ საზოგადოებაში. და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანის ცხოვრებაზე, ჩვენ გულისხმობთ ადამიანის ცხოვრების წესს თავისი ფაქტორებით. რა თქმა უნდა, ჩვენ ცალ-ცალკე ვსაუბრობთ კვებაზე, ძილზე, ვსაუბრობთ ადამიანის იმუნიტეტსა და სტრესის მართვაზე, ვსაუბრობთ სქესობრივ ცხოვრებაზე, ვსაუბრობთ განათლებაზე. ვსაუბრობთ მამნაჩვევების ქონა არ ქონაზე და ამასთან დაკავშირებით უამრავი გადაცემა მოგისმენიათ და გინახავთ ჩვენს ეთერში. მაგრამ ამავე დროს ჩვენ ვითვალისწინებთ ცხოვრების წესზე საუბრისას მთავარს ჩვენს დამოკიდებულებას ცხოვრების წესის მიმართ, რომელიც ვლინდება ჩვენს არჩევანში. ძალიან ბევრ ამას არ ვირჩევთ ამ სამყაროში, მაგრამ არის ერთი კომპონენტი, რომელზედაც გავლენა ნამდვილად შეგვიძლია მოვახდინოთ და ეს არის ჩვენი ცხოვრების წესი. მაგრამ მხოლოდ ჩვენს არჩევანზე რომ არ არის ეს დამოკიდებული, ძალიან ხშირად ამას განსაზღვრავს ოჯახი, საზოგადოება, უამრავი ფაქტორი. და თუ საუბრობთ ცხოვრების წესის არჩევაზე, გასათვალისწინებელია არჩევანი, რომელიც ჩვენს შესაძლებლობებს სწორედ ცხოვრების წესის არჩევის შემდეგ ზღუდავს და ამაზე იქნება დღევანდელი ჩვენი გადაცემა. მაგრამ ახლა რაზედაც მე მინდა გესაუბროთ და რაზედაც მინდა საუბარი სიუჟეტით გავაგრძელოთ, ეს არის უნებურად ჩვენგან დამოუკიდებლად შეზღუდული შესაძლებლობები, რომელიც მართლაც არსებობს. დიახ, არსებობს ადამიანთა საკმაოდ დიდი ნაწილი მთელ სამყაროში, რომელსაც აქვს რაღაც მიზეზით შეზღუდული შესაძლებლობა. მაგრამ როგორია ჩვენი საზოგადოება? როგორია საზოგადოების დამოკიდებულება? რამდენად მწიფეა და განვითარებული საზოგადოება? რამდენად ადაპტირებულია საზოგადოება და განწყობილი თანაგანცდისთვის? ამას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა და ასეთ შემთხვევაში ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, მიუხედავად უკიდურესად შეზღუდული შესაძლებლობებისა, ადამიანები ამჟღავნებენ შეუზღუდავ უნარებს და ამას არაერთი ჩვენი პროექტი ადასტურებს და დღეს ამ თემას კიდევ ერთხელ დაგიდასტურებთ შორენელ აბაძის სიუჟეტი. მე ვარ თეონა ბექაური, 44 წლის. ჩემთვის უსინათლოდ სამჭიდზე სიარული პირველ რიგში ნიშნავს სიყვარულს, მერე ძალას, რა ვიცი, კომუნიკაციას, აი რაღაცნაირად კუნთები მინდოდა, ესე ცოტა სილამაზისთვის. ცვლილებები მაგ ხოლმე მხრებზე საკმაოდ. ხოდა მიხარია ხოლმე რაღაცნაირად ბავშვი. ძალა მაინც, აი ძალას გძნობ და მე ხა თან ვარ უსინათლო რაღაცა და მიხარია. მე შვილები მეკითხებიან ხოლმე რომ დედა რამდენჯერ აწიე, რამდენი აწიე და იმათაც უხარიას და მაინც ისინიც გძნობენ რომ დედას რაღაცა ძალა აქვს. წოლჭიმში 50 კილო დღეს 4-4-ჯერ ავწიე, ოღონდ მე-4-ს ცოტა მეხმარებოდა თანაგუნდელი. ვარჯიშობ და სულ აი ვფიქრობ ხოლმე ხშირად, როგორ გავაუმჯობესო, მიზანი გაქვს ადამიანს და აი მიზნის გარეშე მკვდარი ხარ რა ადამიანი. არასოდეს არ უნდა იყო კმაყოფილი. შენი იმიტომ რომ მე ვეღარ გაიზრდები და აქ მაგარი ხალხია ძალიან მწვრთნელებიც და თვითონ გუნდიც ძალიან მაგარი ვართ. აი ამ გუნდიდან სხვა გუნდში წასვლა არ მინდა, მილიონი რომ მომწეს ვინმე. მეუღლე მცირე მხედველი მყავს, 3 ბიჭი მყავს, გროსი სრული მხედველი მყავს, პატარები შედარებით მცირე მხედველები არიან. დედამთილს თვეზე ცოტა მეტია, დაეწყო ტვინის დემენცია. მოუვლით კი შეძლების დაგვარად. მამა ჩემთან მიზრდებოდი, სულ გაშორებულები იყვნენ. მხედველი იყო ხო და თვითონ იმას ჰქონდა რაღაცა სხვანაირ განსხვავებული დამოკიდებულება. აი სკოლაში ისეთი არაფერი მისწავლია, რაც იმისგან რა იმ ერთი ადამიანისგან. და აი რაღაცა იმდენად უყვარდი, რომ მე აი მეც მთელი სამყარო მიყვარს, იცი რა არის, აი
რაც მიგიღია, იმას გასცემ. მე 3 წლის ვიყავი, რომ აი ესე თიც დამიჭერდა და მოდი აქაო პიანინოსთან დამსვამდა. ხო და აი რეი ჩარლზი თუ უკრავსო, შენ რატო არ უნდა დაუკრავ და მასწავლიდა ხოლმე ერთ ცალითითით. დიახ, შეუძლებელია გულგრილმა უყურო ასეთ ისტორიას და თქვენ ჩვენი გადაცემის ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე არაერთი პირადი თავგადასავალი მოგისმენიათ და ყოველთვის განსხვავებულად აღვიქვავთ მიმდინარე მოვლენებს და რასაკვირველია საკუთარ შესაძლებლობებსაც ალბათ განსხვავებულად ვაფასებთ. ისევე როგორც ვაფასებთ ჩვენს დამოკიდებულებას ადამიანების მიმართ ზოგადად და ადამიანების დამოკიდებულებას ჩვენს მიმართ და საკუთარი ცხოვრების წესის არჩევანის მიმართ. როდესაც არჩევანზე ვსაუბრობთ, არის განსაკუთრებული მდგომარეობები, სადაც რისკები უნებურად უკავშირდება სწორედ ცხოვრების წესის არჩევანს. არჩევანს, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ, ზოგჯერ არა მარტო ჩვენი ცხოვრების წესის შეცვლა შეუძლია, არამედ ყველა იმ ადამიანის ცხოვრების წესის შეცვლა, ვინც ჩვენთან ერთად ცხოვრობს, ჩვენს ჭერქვეშ, ჩვენთან ერთად საერთო სივრცეში და ჩვენს გარშემო. და ასეთ მდგომარეობას განსაზღვრავს ცხოვრების წესის სახელად დამოკიდებულება. ადამიანები ძალიან ადვილად მიისწრაფვიან იმისკენ, რაც მათ სიამოვნებას ანიჭებს. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ კვებაზე, დიახ, კვება სიამოვნებაა და ის აღძრავს დამოკიდებულებას. ადამიანებს სქესობრივი ურთიერთობები ანიჭებს სიამოვნებას და როგორც მეცნიერები ადასტურებენ, ეს აღძრავს სიამოვნებას. მაგრამ ყველაზე ხშირად ჩვენ გადაცემაში ვსაუბრობთ დამოკიდებულებაზე, როდესაც კონკრეტული ნივთიერებების ან კონკრეტული ქცევის მოდელის მიმართ ადამიანს დაუოკებელი სწრაფვა უჩნდება და ასეთ შემთხვევაში ჩვენ აუცილებლად ვეკითხებით ჭკუას ადამიანებს, ექიმებს, კოლეგებს, რომლებიც ამ სფეროში მთელი ცხოვრების მანძილზე მუშაობდნენ. დღევანდელი დღე არ იქნება გამონაკლისი და ჩვენი სტუმარი დღეს გახლავთ ჩვენი გადაცემის მეგობარი, ექიმი ნარკოლოგი ბატონი გური მენაბდიშვილი. გური დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. მოგესალმებით. საკმაოდ რთული გზა გამოვიარეთ ერთად. როდესაც ჩვენ საუბრობთ ხოლმე კოლეგებთან, ჩვენ ვითვალისწინებთ იმ ისტორიასაც, რომელიც ჩვენს ურთიერთობას და თანამშრომლობას აქვს. ჩვენ დავიწყეთ თანამშრომლობა გაცილებით ადრე პანდემიამდე, გამოვიარეთ პანდემიის ძალიან რთული ფაზა და გამოვიარეთ უდიდესი მხარდაჭერით იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ეს პრობლემა აქვს და მხარდაჭერით იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ოჯახში ასეთი პრობლემის მქონე ოჯახის წევრი ყავთ. მაგრამ ჩვენ ამ თემაზე არ შეგვიწყვეტია საუბარი არც ერთი წუთით, არც ერთ ვითარებაში და როდესაც წინა საახალწლო დღეებში ადამიანებს სხვადასხვა განცდა აქვს. ჩვენს ქვეყანაში ყველა ოჯახს თავისი ტკივილი და სიხარული აქვს. ჩვენ გვიწევს საერთო სატკივარზე საუბარი, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს გენოფონდს და უნდა ვთქვათ, რომ ეს არის საზოგადო საქმე და ეს არ არის რომელიმე ერთი ოჯახის ან ერთი ადამიანის საქმე. ნარკოდამოკიდებულება საახალწლო დღეებში განსხვავებულ იარს იძენს ხოლმე. სადღესასწაულო დღეებში ცდუნება იმ ადამიანებსაც შემოუტევთ ხოლმე, ვისაც არ გაუსინჯავს, ან სისტემატური მომხმარებელი არც კი არის. აქ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რისკი ჩნდება. ჩვენ გვჭირდება საზოგადოება შევახსენოთ, რომ ალკოჰოლი ნარკოტიკულ ნივთიერებათა, უბრალოდ ნარკოდამოკიდებულების კატეგორიაში გადის და თანამედროვე რეალობაში მას როგორც ფსიქოაქტიურ ნივთიერებას მაღალი რისკის ჯგუფში განიხილავენ და ალკოჰოლისა და სხვა ნარკოტიკული ნივთიერებების ურთიერთობა. რისკები, რომელზედაც აუცილებლად უნდა ვისაუბროთ, გარკვეულწილად ასაკობრივ ჭრილშიც. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ვიცოდეთ, რომელ ნარკოტიკულ და ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს გაცილებით მეტი ზიანი მოაქვს საზოგადოებისთვის. აქ არ აქვს მნიშვნელობა თავისი მოქმედების არეალის შესაბამისად, რამდენად მძაფრია მისი თუნდაც ერთჯერადი მოხმარება, მცირე დოზით მოხმარება. არა, პასუხი არის ის, რომ ხელმისაწვდომ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს მოაქვს ყველაზე მეტი ზიანი. ის, რომელზეც ხელი მიუწვდება ადამიანების ყველა კატეგორიას, ასაკობრივ კატეგორიას გულისხმობს და გაცილებით მეტია მისი მოხმარება, ზიანით შესაბამისი იქნება. ამიტომ ამ შემთხვევაში, როგორც საახალწლოდ, ასევე ნებისმიერ სადღესასწაულო პერიოდში გამოვყოფდი ალკოჰოლს, რა თქმა უნდა, როგორც ცალკე აღებულს, ასევე სხვადასხვა ნივთიერებებთან ერთად.
ჩვენი არა მხოლოდ ქართული ტრადიციით, თუმცა ჩვენ ტრადიციებს უნდა გადავხედოთ ამ თვალსაზრისით, ნებისმიერი სუფრა ალკოჰოლის გარეშე არის წარმოუდგენელი და განსაკუთრებით საახალწლო სუფრა. და ის რომ ასაკობრივი ამ პერიოდებში განსაკუთრებით ძალიან დაბალია ასაკობრივი ზღვარი და პრაქტიკულად ალკოჰოლის მოხმარება ნებისმიერი ასაკობრივი შეზღუდვის გარეშე შეუძლიათ ნებავთ ოჯახებში და ამას თვალყურს ადევნებენ, მათ შორის უფროსების და სამწუხარო არის პირიქით. და საკმაოდ გულგრილად ზოგჯერ აღიქვამენ, როდესაც უმცროსი ასაკის ადამიანები ალკოჰოლს იყენებენ. რაღაც ეტაპზე გულგრილად კი არა. ტრადიციით ამართლებენ ხოლმე, ახალისებენ. მე პირიქით შეავოვნებთ განსაკუთრებით მამებს, როგორ გაიზარდა მაწვილი და მოესწრო. 15 წლის არის უკვე შეუძლია ყანწყველა დალევს თავის დასალევ. ყანწყველა მიირთვევს თავის წის ყველას ჩარევის გარეშე და ფიქრობ რომ ფრიფრილი არის. საჭირო. ეხლა რაც შეეხება თუ გადავხედავთ იმ ინტოქსიკაციებს, რაც ხდება კვებით ინტოქსიკაციებთან ერთად წინა საახალწლო პერიოდში ალკოჰოლის და პლუს კიდე ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებებს ალკოჰოლთან ერთად ბუნებრივია მიხვდებით რომ ნამდვილად საფრთხილო არის. განსაკუთრებით საფრთხილო არის იმის გათვალისწინებით, რომ არც ერთმა მომხმარებელმა არ იცის ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელმა, რომელიც არალეგალურ ბაზარზე ყიდულობს ნარკოტიკულ საშუალებას, რაღაცა გზებით, არქნეთით და ასე შემდეგ, კონკრეტულად რა ნივთიერებას მოიხმარს. რა შეიძინა და სინამდვილეში გადამყიდველებმა რა დაუდეს და დაუტოვეს ადგილზე. ამიტომ ეს კიდევ უფრო ამძაფრებს პრობლემას და პლუს კიდე ამას ემარტება ისეთი ფსიქოაქტიური ნივთიერებასთან ერთად, როგორიც არის ალკოჰოლი, რაიმე სხვა ნარკოტიკული საშუალების მოხმარება, რომელიც სახელობითად არც კი ვიცით რა არის. მე არ გულისხმობ, რომ ლეგალურთან დაკავშირებით არსებობს ქვეყანაში ჩანაცვლებითი პროგრამები, იციან მათ რა ნარკოტიკულ საშუალებას მოიხმარენ, თუმცა ასევე კარგად იციან ექიმებისგან, იმედი მაქვს, რომ კარგად იციან თავიანთი მკურნალი ექიმებისგან, რომ ალკოჰოლი აორმაგებს ამ ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას და ისინი მკაცრად იცავენ, ყოველ შემთხვევაში იძულებით და არაიძულებით მკაცრად იცავენ ამ წესებს. შესაბამისად, პრობლემა რა თქმა უნდა ყურადღება უნდა იყოს და პრობლემა რა თქმა უნდა იქნება. მე ძალიან ხშირად ვიკითხები ჩვენ საზოგადოებას, როდესაც რაღაც თემაზე ვიწყებთ მუშაობას, არის თუ არა ეს საზოგადოებისათვის აქტუალური. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ ნარკოდამოკიდებულება არის ძალიან აქტუალური ჩვენი საზოგადოებისათვის. მაგრამ როგორია საზოგადოების დამოკიდებულება, ამის შეფასება და გადამოწმება არასოდეს არის ზედმეტი და ჩვენ ვცადეთ და გადავამოწმეთ ეს დამოკიდებულება. არა იმიტომ, რომ პირველად ვკითხეთ საზოგადოებას აზრი, არამედ იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში იქნებოდა საყურადღებო. გური თქვენც შეავლეთ თვალი, ეს არის ჩვენი სოციალური მედიის გამოკითხვის შედეგები. როდესაც დავსვით კითხვა, როგორ ფიქრობთ, საზოგადოება ნარკოტიკულ ნივთიერებებს საფრთხეთ აღიქვამს თუ არა? მიაქციეთ ყურადღება კითხვის ფორმულირებას. როგორ ვუყურებთ ჩვენ ერთი მოქალაქე, მაგალითად მე, საზოგადოების დამოკიდებულებას აღიქვამს საზოგადოება საფრთხეთ თუ არა? ძალიან საინტერესო იყო გამოკითხვის შედეგები. 39% თვლის, რომ დიახ, საზოგადოება დღეს საფრთხეთ აღიქვამს ნარკოტიკულ ნივთიერებებს. 28% გამოკითხულთა თვლის, რომ საზოგადოებისათვის ნარკოტიკული ნივთიერებები არ წარმოადგენს საფრთხეს. ეს არის ძალიან მაღალი პროცენტი. ეს არის 30%. ანუ მესამედი პრაქტიკულად თითქმის 30, ძალიან მაღალია პროცენტი. და რაც თავია ამ შთაბეჭდილებას ტოვებს ჩვენი საზოგადოება დღეს ნარკოტიკებთან ურთიერთობაში. ეს არის სერიოზული პრობლემა. გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ ნაწილობრივ საფრთხეთ აღიქვამს საზოგადოება, ანუ არ არის დარწმუნებული ბოლომდე რომ საფრთხეა თუ არა, ნაწილობრივ თვლის რომ დიახ საფრთხეა, 22%. ესეც არ არის პატარა მაჩვენებელი და მხოლოდ 11%-მა ბრძანა რომ არ ვიცი. ანუ არ ვიცი როგორი დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას ამ საკითხის მიმართ. რამდენად საგულისხმოა ეს შედეგები თქვენთვის როგორც ნარკოლოგისთვის? ჩემთვის აღნიშნული შედეგები სათაურიდან გამომდინარე, რას ფიქრობს საზოგადოება და როდესაც ერთ ადამიანს ვეკითხებით, თუ რას ფიქრობს საზოგადოება, ამ პროცენტებში პრაქტიკულად იგულისხმება ის ადამიანი თვითონ რას ფიქრობს, ჩემი შეფასება ისეთი არის, თვითონ რას ფიქრობს და ზუსტად აქედან საზოგადოების ნაწილია, რა თქმა უნდა. საგანგაშოა, როდესაც თითქმის 50 არა, ზუსტად 50%-დან პრაქტიკულად არ აღიქვამს საფრთხეს, არ აღიქვამს ბოლომდე თუ ნაწილობრივ აღიქვამს, ეს იმას ნიშნავს, რომ არ აღიქვამს.
დიახ. და 1-2%-მა შეიძლება საერთოდ არც იცოდეს და 39% კი ბატონო გასაგებია. ძალიან საგანგაშოა ნარკოტიკული საშუალებებზე. აი წინა გადაცემის თემას არასდროს ჩვენი გადაცემა არ ყოფილა დიდაქტიკურ მოტივებზე და ვიღაცას ჭკუავას დავარიგეთ. არასდროს ვინმეს დასჯაზე ჩვენ ვეხმარებით საზოგადოებას. პირიქით იყო ყოველთვის და ჩვენი საუბარი იყო რომ ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი არავითარ შემთხვევაში არ დააკავონ, არ დაიჭირონ და ასე შემდეგ. მაგრამ ამავე დროს ზუსტად საუბრობდით თუ ნებისმიერ ნარკოტიკულ საშუალებას რა ზიანი მოაქვს. პირიქით ლოზუნგები გვინდოდა გადაგვეკეთებია სხვადასხვა ჯგუფის საზოგადოებისთვის რომ მარიხუანას მომხმარებელი, იმიტომ კი არ უნდა დასაჯო რომ მარიხუანა არ არის მავნებელი, არა. უბრალოდ მომხმარებელი არ უნდა დასაჯოთ, რომ მარიხუანა ძალიან პრობლემატური არის. დღეს ჩვენ ის პერიოდი, როდესაც მაშინ მახსენდება ის გადაცემები და მათ შორის ჩემთან დაკავშირებით დასმული კომენტარები, დღეს ის შედეგი გვაქვს საზოგადოებას, რომ ხელმისაწვდომობამ განაპირობა ის, რასაც მივიღეთ დღეს რეალურად. ზუსტად ეს არის პრობლემა. ეს გამოკითხვაც ამას აჩვენებს. 50% ჯერჯერობით ის რომ განსაკუთრებით 22%-დან რომელიც ნაწილობრივ აღიქვამს, ეს ნაწილობრივი ნიშნავს იმას, რომ ისინი ბევრ ნარკოტიკულ საშუალებას, რომელიც კონვენციის შესაბამისად და კანონმდებლობით ნარკოტიკულში არის, ისინი არ თვლიან ნარკოტიკულ საშუალებად. აი ამიტომ არის ეს ნაწილობრივი. მანდამაინც ჰეროინი და მეთადონი ახსენდება და არა მარიხუანა. მარიხუანა თუ კი ნარკოტიკებში შედის, ფიქრობს რომ ის ნაწილობრივ. აი ეს არის ყველაზე ძალიან საინტერესო საკითხთან მივედით, როდესაც თამბაქოს მოხმარების ტოლფასია საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილისთვის მარიხუანას მოხმარება და მაგალითად კომბინაცია ალკოჰოლური სასმელი და მარიხუანა. ეს უნდა ვივარაუდოთ, რომ ყველაზე ხშირი კომბინაცია, რომელიც განსაკუთრებით ახალგაზრდა კონტინგენტში არის ძალიან აქტუალური. სადღესასწაულო დღეებში შეიძლება ასეთი კომბინაცია დააგემოვნოს იმ ადამიანებმაც კი, ვისაც არასდროს ცხოვრებაში არ გაუსინჯავს და დებიუტი უკავშირდებოდეს აი ასეთ სახიფათო კომბინაციას. რამდენად უწყინარია გური, თქვათ, კანაბინოიდების, მოდით მარტივად რო ვთქვათ, მარიხუანას გამოყენება ალკოჰოლთან ერთად. არის თუ არა უწყინარი კომბინაცია? ზოგადად ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების გამოყენების დებიუტი არის პრობლემა. ანუ პირველად გასინჯვა. აუცილებლად, პირველადი გასინჯვა. მათ შორის ალკოჰოლის პირველადი არავინ იცის ალკოჰოლის კი როგორ მოდით უთხრათ კიდევ ერთხელ. სხვადასხვა კატეგორია არსებობს ალკოჰოლის მოხმარების და ალკოჰოლის შემდეგ მოხმარების შემდგომი გართულებების პიროვნება ძალიან ინდივიდუალურია, დაწყებული პათოლოგიური თრობიდან და ინტოქსიკაციით დასრულებული არავინ იცის ორგანიზმი როგორ მიიღებს და რა რეაქცია მოყვება ამათ. ანუ როგორ გაგრძელდება ეს დებიუტი? თქმა უნდა. არავინ იცის ნებისმიერი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების შედეგად მისი ფერმენტული ნივთიერებათა ცვლა კონკრეტულ ამახალ ნივთიერებაზე როგორ არის მოწყობილი და როგორი პასუხი ექნება მას. ის აუცილებლად აისახება თავის ტვინის შემდგომ პრობლემებთან დაკავშირებით. ან არა აისახოს შეიძლება, ამიტომ ძალიან საფრთხილო არის ყოველთვის. მით უმეტეს, როდესაც საუბარია მარიხუანაზე. მართალია დაბალი პროცენტებით, თუმცა სამედიცინო პრაქტიკაში, საექიმო ნარკოლოგიურ პრაქტიკაში არის შემთხვევები, როდესაც ერთმა პირველმა მოხმარებამაც კი განაპირობა გარკვეული ფსიქოზური პრობლემები. ამას თვითონ საზოგადოება კარგად იცნობს, ერთი ძალიან ცუდი სიტყვას გამოიყენებს, წყალებში დატოვებას ეძახიან. ჩარჩენილი. დიახ. ამ ტერმინს ხმარობენ ფართო საზოგადოებაში ჩარჩენილი. რომაც გამოიწვია მსგავსი შემდეგი. ანუ დებიუტის შემდეგ, როდესაც ადამიანმა ვეღარ გადალახა ის ზღვარი, რომელიც დააბრუნებდა ნორმალურად. მით უმეტეს, როდესაც ორი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარება გინდა გნებავთ დებიუტით, გნებავთ არადებიუტით, განმეორებით ხდება. აქ ყველაფერი დამოკიდებული არის დოზირება. ალკოჰოლი რა დოზით აქვს მოხმარებული, შემდეგ ამას რას მოიხმარს, რომელ ნივთიერებას მოიხმარს, მარიხუანას, ძალიან ბევრ ნივთიერებას დღეს მარიხუანას ეძახიან და გაგიკვირდებათ და მასში შემცველობა ტეტრაჰიდროკანაბინოლის ალბათ შესაბამისი კონვენციით, რაც ადრე უნდა ყოფილიყო 10-15%-მდე, დღეს შეიძლება გაზრდილი იყოს 50-60%-მდე თვითონ მარიხუანაში, აი გულისხმობ რომ სცენარეში, რაც კატასტროფულად იზრდება ჰიბრიდული ჯიშებიდან გამომდინარე და ამიტომ ეს უწყინარე აღარ არის უკვე, ეს აღარ არის გართულება უკვე, აბსოლუტურად სხვა თემა არის. და მით უმეტეს ასეთი მოხმარებამ და კომბინაციამ სავსებით შეიძლება გამოიწვიოს ესეთი მნიშვნელოვანი პრობლემები, როგორიც არის თავბრუხევა, გულისრევა, ღებინევა, გონების კარგვა და აქ უკვე დიდი როლი ენიჭება სხვა პრობლემებსაც, რაც აი ამის გამო უკვე შეიძლება განვითარდეს. აი ძალიან სერიოზულ საკითხს მივადექით, თქვენ კონკრეტული სიმპტომები დაასახელეთ და როდესაც ჩვენ საუბრობთ ორგანიზმის მოწამვლაზე, ჩვენ ვლაპარაკობთ მდგომარეობაზე, როდესაც რაღაც ზღვარი გადაილახა, უვნებლობის ზღვარი და ასეთი ზღვარი აქვს ყველა ნივთიერებას.
საკვებსაც კი აქვს, ყველაზე სასარგებლო საკვებსაც კი ვიტამინებს და მინერალებსაც აქვს თავისი უვნებლობის ზღვარი, ანუ რომლის მიღმაც ყველაზე ნაკლები ვიტამინი და მინერალიც კი საზიანო ხდება ადამიანისთვის. მაგრამ თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ხელოვნურად ორგანიზმში შემოტანილ ამ ნივთიერებებზე, როდესაც ამას ნებით ვაკეთებთ, ჩვენ ვითვალისწინებთ ზუსტად ამ ზღვრის გადალახვის რისკებს და ხშირად არის ხოლმე საუბარი ინტოქსიკაციაზე, ანუ მოწამვლაზე ორგანიზმისა. თქვენი საუბრიდან გამომდინარე, მაყურებელს არ გაუჩნდება კითხვა, არის თუ არა ეს უნივერსალური ზღვარი, იმიტომ რომ ყველა ადამიანი განსხვავებულია და ყველას შეიძლება სხვადასხვა ნივთიერებაზე და სხვადასხვა დოზაზე ქონდეს ასეთი მოწამვლის სურათი. მაგრამ ჩემი კითხვა უკავშირდება სწორედ ამ გამოკითხვის შედეგებს. გამოკითხვის შედეგებს, სადაც თქვენი თქმის არ იყოს 22% თვლის, რომ ნაწილობრივ აღიქომს საზოგადოებას საფრთხეს, რაც ძალიან საყურადღებოა და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ 28% საერთოდ არ აღიქომს ამას საფრთხეს. ამის გათვალისწინებით უნდა დაგისვათ კითხვა, რომელიც თქვენ უკვე მიხვდით, რას უკავშირდება. ხშირია ნარკოტიკული ნივთიერებებით ინტოქსიკაციის შემთხვევები. განსაკუთრებით საყურადღებოა ალბათ ეს ინფორმაცია სადღესასწაულო დღეებში, როდესაც ადამიანებს ამ ჟრიამულში, აჟიოტაჟში ან პირიქით უგუნებობაში ვიღაცას რაღაც ტკივილიანი განცდები აქვს და ასე შემდეგ. ყოველ შემთხვევაში ადამიანებს სხვა საკითხებით დაკავებულებს შეიძლება ეს გამორჩეთ და გამოგვრჩეს, მოდით ზოგადად ვთქვათ, ინტოქსიკაციის შემთხვევები რამდენად ხშირია და რამდენად საყურადღებოა ინტოქსიკაცია. ის რომ საყურადღებოა ფაქტია, აუცილებლად საყურადღებო არის. რაც შეეხება სიხშირეს, თუ ჩვენ ვარ ძალიან, ასე ვთქვათ, მცირე რიცხოვანიერი, ამიტომ ვიღაცა შეიძლება გაეცინოს დაახლოებით 2020-2022 წლებში მხოლოდ ერთი ნივთიერებით 100,000-ობით ადამიანი, მათ შორის მაგალითად ფენტანილით 20,000 ადამიანი გარდაიცვალა ამერიკის შეერთებულ შტატებში და გაეცინოს შეიძლება საქართველოში არსებული სტატისტიკის შესახებ, თუმცა ჩვენ მცირეერი ვართ და თითოეულ შემთხვევაზე უნდა რეაგირებდეთ ძალიან ფაქიზად. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ინტოქსიკაციებიც არის, რა თქმა უნდა, მიმართვიანობაც არის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მეშვეობით, თუმცა უმეტეს შემთხვევაში მსგავსი ინტოქსიკაციები გვარდება ოჯახურ პირობებში. აი ამასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ. მე გერთვებით, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისათვის, იმიტომ რომ თქვენ წეღან საუბრისას რაღაც სიმპტომები დაასახელეთ, რომელსაც მინდა დავუბრუნდეთ. როდის შეიძლება გაგვიჩნდეს ეჭვი ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით? ერთია, როდესაც მშობლები ძალიან შვიდად არიან, ნაკლებად აღიქვამენ საეჭვო სიმპტომებს შვილების შემთხვევაში, რომ ის არის ნარკოტიკული ნივთიერების მომხმარებელი და თუ მშობელი არ არის ამაზე ორიენტირებული, შეიძლება გამორჩეს ეს, არა იმიტომ რომ ის ცუდი მშობელია, შესანიშნავი მშობლები არიან, არაჩვეულებრივი ოჯახები გვაქვს, არაჩვეულებრივი საზოგადოება, მაგრამ არის ამის რისკი, რომ გამოგვეპაროს ასეთი მდგომარეობა. მეორე საკითხია, როდესაც ინტოქსიკაციამდე მიდის საკითხი, არა უბრალოდ მოიხმარა, არამედ მოწამვლაზე ვლაპარაკობთ. რა სიმპტომებია ამ დროს საყურადღებოდ? საჭმელი რომ მიირთვა ადამიანმა არასათანადო ხარისხის, გული აერია, დიარეა განვითარდა, რა ხდება ნარკოტიკებით ინტოქსიკაციის დროს? დიახ, გააჩნია ნარკოტიკულ საშუალებებს. რა თქმა უნდა, ოპიოიდური ჯგუფის ნარკოტიკული საშუალებების შემთხვევაში აუცილებლად ზედოზირება იწვევს გონების კარგვას, სუნთქვის შეჩერებას და სისხლის მიმოქცევის შეჩერებას და საგანგაშოა. ძალიან საგანგაშო არის აქ ის რომ პირველად სამედიცინო დახმარება დაიწყოს ვინმემ დახმარებამდე უნდა იყოს სასწრაფო სამედიცინოში ანუ პირველი ვიძახებთ სამედიცინო დახმარებას სარი და შემდეგ გავაგრძელოთ დანარჩენი თუ რამ შეგვიძლია თუ ეხა იქ ხელოვნური სუნთქვა შეუძლია ვინმეს და გულის არაპირდაპირი მასაჟი შეუძლია რა თქმა უნდა უნდა დავიწყოთ ყველაფერი ეს მაგრამ რაც შეეხება დანარჩენ ნივთიერებებს მოდ პირველ რიგში ვთქვათ ესე რომ დავუშვათ ავიღოთ ყველაზე უწყნარი ალკოჰოლი რა შემთხვევაში არის ინტოქსიკაცია მიიყვანეს საწოლთან და დააწვინეს ადამიანი ეს არნიშნავს იმას რომ აქ დასრულდა ყველაფერი დივა გათენდება და გამოფხიზლდება აი აქაც კი ამის შემდეგაც კი საგანგაშოდ დასრულებულა ბევრი ადამიანისთვის
პრობლემა, იმიტომ რომ იქ უნდა სწორედ იმ განსაკუთრებით დებიუტანტს მიხედვა, იმიტომ რომ იცით რომ ღებინება, ასფიქსია, ნაღები მასალების და ასპირაცია სასუნთქზევში განვითარდეს, ასპირაციის გამო ასფიქსია განვითარდეს და შემდეგ მოხდეს ძალიან ცუდი შედეგი. ანუ პირნაღები მასა აღმოჩნდეს სასუნთქზევში. დიახ, გასაგებად რო ვთქვათ, პირნაღები მასა სასუნთქზევში, რაც სავალალოდ დასრულებულა შემდეგ და ამიტომ ის რომ დაუშვათ გვესაუბრება ამ მომენტში და ვიფიქროთ რომ აქ ინტოქსიკაციას არ აქვს ადგილი, ესეთი ზღვარი არ არსებობს ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან. როდესაც დაიძინებს, შესაძლოა შემდეგ მოხდეს ზუსტად ინტოქსიკაციის სიმპტომებით გამოვლინება. ამიტომ ყურადღება ყოველთვის სჭირდება. თუმცა სხვა შემთხვევაში, როდესაც მოხდება ხიულად მოხდება დაუშვათ სხვები უყურებენ რომ მოხდება ღებინება, გულისრევა, გონების კარგვა და ასე შემდეგ, ექსპერიმენტების დრო არ არის ფსიქოაქტიური ნივთიერებები, არ არის ის ნივთიერებები, მათ შორის არც ალკოჰოლი, რომ აქ ექსპერიმენტების მეზობელს როგორ ქონდა მეგობარს და ეს გაზიარება მოხდეს. ყველა პიროვნება არის ინდივიდი, ძალიან ინდივიდუალური თავისებურებებით, ნივთიერებათაც სulis მონელების და ყველა სხვა ასპექტში. ამიტომ ის რომ განვითარდა სხვაგვარად მოვლენები სხვასთან, აქ შესაძლოა იყოს სხვაგვარი. ამიტომ პირველი ის რომ არ უნდა მივცეთ დაძინების საშუალება, ის რომ ვესაუბროთ, ის რომ თუკი წამოწოლილია, შევაფხიზოთ, თუკი წამოწოლილია და აუცილებლად თავი გვერდით, იმიტომ რომ არ მივცეთ საშუალება წეღან ნახსენები, წინათ ნახსენები პრობლემა განვითარდეს, აუცილებელია, მაგრამ უმნიშვნელოვანესია ზარე 112-ში. და როდესაც ჩვენ ვამბობთ თავბრის დასასრულს მინდა გკითხოთ. როდესაც ვამბობთ საზოგადოებაზე, სადაც ერთი მხრივ შეიძლება საკმაოდ დიდი ნაწილი არ თვლიდეს პრობლემას. პრობლემად არ მიიჩნევდეს ნარკოტიკულ ნივთიერებებს და მეორე მხრივ სტიგმა, რომელიც საზოგადოებას აფერხებს აკრიფოს ნომერი და დარეკოს სასწრაფო დახმარებაში. რამდენად მაღალია სტიგმატიზაციის ხარისხი ასეთ შემთხვევაში? რატომ შეიძლება იყოს ეს შემაფერხებელი და არის თუ არა შემაფერხებელი გარემოება, როდესაც ეჭვი გვაქვს, რომ ნამდვილად ნარკოტიკული ნივთიერებით შეიძლება იყოს ეს განვითარებული და არის თუ არა ამ დროს ადამიანის უსაფრთხოება დაცული, იმიტომ რომ შესაძლოა ოჯახი ფიქრობს, ან ის გარემოცვა სამეგობრო ფიქრობს, რომ აი ახლა სასწრაფოს თუ გამოვიძახებთ, პოლიცია მოაკითხავს და დაიჭერენ ამ ადამიანს. ასეა გური. აი პასუხი ბოლომდე რომ არ დაგესრულებიათ, ამას შეეხებოდა ჩემი პასუხი აუცილებლად, რაც ბოლო ფრაზა გამოიყენეთ ახლა. სტიგმაზე მეტად მახსოვს ის პერიოდი, მაშინაც ექიმი გახდით და მუშაობდით, ამიტომ მახსოვს ის პერიოდი, სტიგმა საერთოდ არ ჩამს აქ არსად. სტიგმაზე ვიღან ფიქრობს, როდესაც ადამიანის სიცოცხლეს შეეხება საკითხი და მისი სიცოცხლის საფრთხეს. ძალიან სერიოზული პრობლემა იყო გამოძახება სასწრაფო სამედიცინო დახმარების, იმიტომ რომ მას აუცილებლად მოყვებოდა პოლიციის ეკიპაჟი და შესაბამისად იწყებოდა დევნა იმ გარემოცვის, რომელთანაც ერთად მოხდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარება. ალკოჰოლის დავანებოთ თავი, ამას ფიქრობს ყველა და იცის რომ ეს ლეგალურია და ამაზე ვერავის ვერ გამოიკიდება. სწორედ ამიტომ თანამეინახე ადამიანები, რომელთან ერთად ხდებოდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარება, სამწუხაროდ ცდილობდნენ რომ მიეტოვებინათ თავიანთი მეგობარი, იმდენად პანიკაში ვარდებოდნენ ამ დროს. მიეტოვებინათ. არაერთი სიცოცხლე დასრულდაც, მათ შორის ჩემ სამეგობროში დასრულდა მსგავსი შემთხვევა, როდესაც ერთი ზარი გაეკეთებინათ, ის ადამიანები ცოცხალი იქნებოდა, რამოდენიმე მახსენდება ჩემი ექიმის პირში. მე უმეგობრდებოდი პაციენტებს და ამიტომ მახსოვს ეს პერიოდები, რაც მოხდებოდა მაშინ. დღეს ეს პრობლემას არ წარმოადგენს, სასწრაფო სამედიცინო დახმარება მოდის აბსოლუტურად ღიად, თავისუფლად მარტო მხოლოდ თვითონ შესაბამისად თუ იქ არის რაღაც სხვა პრობლემა, ოჯახური ძალადობა და ასე. ჩვენ პრობლემაზე ასეც ახლა ვსაუბრობთ, არსად არ ხდება პიროვნების პერსონალური მონაცემების გამჟღავნება. შესაბამისად ამის შემდეგ შესაბამის ჩევასაც აძლევს, თუ ის დასაყვანი არის ტოქსიკოლოგიურ განყოფილებაში, რა თქმა უნდა გადაიყვანს და არ დატოვებს ადგილზე, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, შეიძლება სამეზობლოში კონდეს ვინმეს ანტიდოტი, ეგრეთ წოდებული ანტიდოტი ან ნარკანი, რომელიც ოპიოიდური ნივთიერებების ზედოზირების შემთხვევაში კარგად მოქმედებს, მაგრამ ჩვენ მისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყოველ 4 საათში ერთხელ უნდა ამას დაკვირვება პირველი პერიოდის განმავლობაში, ამიტომ და ისიც რომ შეიძლება ისეთი ნივთიერებაა, რომელიც არ ვიცი. აი ამ გასვლის შემდეგ, როდესაც ნარკანი ასრულებს უკვე თავისი მოვალეობას, თავისი მოქმედების ხანგრძლივობას, ამის შემდეგაც შეიძლება განვითარდეს. ჩვენ ხარ თვით მას ის ნარკოტიკული საშუალება რა რაოდენობით აქვს მოხმარებული, ამიტომ შვიდათ და ფხიზლად და ფრთხილად ნუ იქნებით. ეს გადაწყვიტოს ექიმმა,
გადაწყვიტო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ. შეუზღუდავი არიან, არ ხდება მსგავსი რამ, რომ ამ მოხმარების გამო სამართალდარღვევაში ვინმე წარადგინოს. არა. რაც შეეხება სტიგმას, წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ ცხვენოდეს და უფრო მეტად ცხვენოდეს, ვიდრე არ გვიყვარდეს. და ვიდრე გავწიროთ ადამიანს. მე მგონი რა. ძალიან დიდი მადლობა გური დღევანდელი საუბრისთვის. მადლობა რომ წინა სადღესასწაულო რისკებზე გვესაუბრეთ. არ ვიცი მე შეცვლის თუ არა ჩვენი საუბარი იმ ადამიანების დამოკიდებულებას, რომელიც არ მიიჩნევს საფრთხეთ ნარკოტიკულ ნივთიერებებს, ან ნაწილობრივ მიიჩნევს. თუმცა მე ვთვლი რომ ჩვენ როგორც ექიმებმა ამ თემაზე სულ უნდა ვისაუბროთ. ჩვენი დიდი ოჯახის, ჩვენი საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე უნდა ვისაუბროთ და ჩვენი შვილების ინტერესებიდან გამომდინარე, მათი მომავლის ინტერესიდან გამომდინარე, იმიტომ რომ მათ გარეშე არ არის ეს ქვეყანა და მათ გარეშე არ იქნება ამ ქვეყნის მომავალი. და შესაბამისად დღეს ჩვენ პრაქტიკულად სამომავლო საზრუნავზე ვსაუბრობთ და ვსაუბრობთ იმაზე, რომ ადამიანების გამეტება თუნდაც სტიგმის გამო, თუნდაც რაღაც პრობლემის გამო, როდესაც მისი სიცოცხლის საფრთხე ემუქრება, არის დაუშვებელი. მადლობა კიდევ ერთხელ ჩვენთან მეგობრობისთვის, დღევანდელი სტუმრობისთვის. მაყურებელს შევახსენებ, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ ექიმი ნარკოლოგი ბატონი გური მენაბდიშვილი. მე არ გემშვიდობებით, წინკვებითი შუქნიშანი გველოდება. როდესაც ჩვენ ცხოვრების წესებს საუბრობთ, შევთანხმდით, რომ კვება ცხოვრების წესის ერთ-ერთი ფაქტორია, რომელსაც აქვს მჭიდრო ურთიერთობა ნებისმიერ სხვა არჩევანთან, რომელსაც ადამიანი ცხოვრების წესის ფარგლებში აკეთებს და კონკრეტულ ფაქტორებთან ასოციაციით კვება სრულიად განსხვავებულად გამოიყურება. საერთო პრინციპი შევთანხმდით, რომ შეიძლება დავატიოთ ერთ თეფშზე, როდესაც დღიური რაციონი ისეა გადანაწილებული, რომ სულ ცოტა ხუთი ფერის, ხუთი ჯგუფის პროდუქტების გამოყენებით ჩვენ ვახერხებთ ორგანიზმის მრავალფეროვნების უზრუნველყოფას, ანუ ბიომრავალფეროვნების უზრუნველყოფას საკვები პროდუქტების მრავალფეროვანი არჩევანით. ასეთ შემთხვევაში მრავალფეროვანი ნივთიერებები, მრავალფეროვანი პროდუქტების მიღმა დაშიფრული უზრუნველყოფს ამ მექანიზმს. მაგრამ როდესაც ჩვენ საუბრობთ ადამიანის ცხოვრების წესზე, ჩვენ და გავიხსენოთ აგრეთვე კვებაზე დამოკიდებულება, როგორც ადამიანის ცდუნებათა შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცდუნება, როდესაც ჩვენ კვება გვანიჭებს სიამოვნებას. დიახ, კვება სიამოვნების წყაროა და ასეთ შემთხვევაში საკვები პროდუქტებით სიამოვნების მომგვრელია, რის გამოც ადამიანი ხდება მასზე დამოკიდებული. დღეს მე კვებით დამოკიდებულებაზე არ გესაუბრებით. გაგიკვირდებათ, მაგრამ მე მინდა გესაუბროთ დამოკიდებულების კონტექსტში კვებაზე, თუმცა თუ თქვენ ჩვენი გადაცემის ერთგული მაყურებელი ბრძანდებით დარწმუნებული ვარ, ესეც არ გაგიკვირდებათ, რადგან არაერთხელ მოგისმენიათ, როგორ შეიძლება სხვა ტიპის დამოკიდებულების დროს დავინახოთ კვება. ვთარგმნოთ ეს ყველაფერი კვების ენაზე. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ალკოჰოლი და მასზე დამოკიდებულება, ჩვენ და გავითვალისწინოთ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ასევე კარგად ნაცნობია ჩვენი გადაცემის ერთგული მაყურებლისათვის. დიახ, ალკოჰოლი ფსიქოაქტიური ნივთიერებაა და შევთანხმდით მასთან ურთიერთობაში ნებისმიერმა სხვა ნივთიერებამ შეიძლება იერსახე იცვალოს მოქმედების მექანიზმი. მაგრამ როდესაც საუბრობთ ურთიერთობაზე ისეთ ენერგეტიკულ კომპონენტებთან, როგორიც არის კოფეინის, ტაურინის, გუარანას, შაქრის ერთდროულად შემცველი პროდუქტები, მაშინ ასეთი მგრგვინავი ნაერთი შეიძლება ძალიან სახიფათო იყოს ორგანიზმისათვის და განსაკუთრებით ახალგაზრდებისათვის. თქვენ ალბათ გეცნოთ ეს კომბინაცია და გეცნოთ ჩემი საუბარი, როდესაც ენერგეტიკული სასმელების და მაგარი ალკოჰოლური სასმელის დაწყვილებაზე ვსაუბრობთ. 5-6 გრადუსი. ეს არის საშუალოდ ლუდის ალკოჰოლ შემცველობა. არის ეგრეთ წოდებული დასპირტული ლუდი, რომ ჰქვია, ასე რომ ეძახიან საზოგადოებაში, ანუ მაღალი შემცველობა სპირტისა, მაგრამ საშუალოდ დავთვალოთ, რომ 5-6 გრადუსია. 12 გრადუსი, ასე გამოიყურება ღვინო.
40 გრადუსი და ზემოთ. ეს არის მაგარი ალკოჰოლური სასმელები, მათ შორის არაყი, რომელთან კომბინაციაში ენერგეტიკული სასმელების გამოყენება ყველაზე გავრცელებული ტენდენცია ახალგაზრდობაში, მთელ მსოფლიოში და გამონაკლისი არ გახლავთ საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდები. და ასეთ შემთხვევაში ეს კომბინაცია საყურადღებოა არა უბრალოდ ზოგადად გრძელვადი ამ პერსპექტივაში დამოკიდებულების ჭრილში, არამედ მოკლე დროში ორგანიზმზე ზეგავლენის თვალსაზრისით, როდესაც ამ ნივთიერებების ერთობლიობა ცვლის გულისცემას, სუნთქვის სიხშირეს, გარკვეული ნივთიერებების გამომუშავებას, მათ შორის ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევას და ასე შემდეგ. როდესაც საუბრობთ სხვადასხვა ნივთიერებაზე დამოკიდებულების კონტექსტში, ჩვენ ასევე უნდა გავიხსენოთ ნარკოტიკული ნივთიერებებიდან რომელთან ურთიერთობა ცვლის კვების მოდელს. ძირითადად ყველა შემთხვევაში იცვლება კვების მოდელი. ერთ შემთხვევაში კვება ხდება უფრო შეზღუდული, გაიშვიათებული კონკრეტული პროდუქტების გამორიცხვით და მეორე შემთხვევაში ჩნდება განსაკუთრებული ლტოლვა. მაგალითად, არის მდგომარეობები, როდესაც ადამიანს შენიშნად განსაკუთრებულ სწრაფვას წყლის მიმართ. ანუ თითქოს პირი უშრება ადამიანს, თითქოს ძალიან დიდი ხანია წყლის წვეთიც კი არ მიუღია, აი ასე ხარბად ეწაფება წყალს. ან არის მდგომარეობები, როდესაც ადამიანი მაგალითად ძალიან დიდი სიამოვნებით, აბსოლუტურად დარღვევით რეჟიმისა, ულუფისა მიირთმევს ტკბილეულს. ესეც გახლავთ კონკრეტული ნივთიერებების დამსახურება, მე დღეს ახლა დეტალურად არ ვსაუბრობ ამაზე, მაგრამ ბევრ შეიძლება ეცნო ეს სურათი, როდესაც კონკრეტული ნივთიერების ზეგავლენით ადამიანი განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ტკბილ პროდუქტებს მოიხმარს. აქვე გასათვალისწინებელია სხვადასხვა დამატებითი გემოს, ძიების, სურვილი და ლტოვა პროდუქტების მიმართ, რომელიც არის უფრო მლაშე, უხვად შეკაზმული და ასე შემდეგ. მაგრამ არის განსაკუთრებული მდგომარეობა, რომელიც სადღესასწაულო დღეებში ბევრად უფრო ნაცნობია და გასაგებია. მდგომარეობა, რომელსაც ჰქვია ალკოჰოლის მოხმარება, მდგომარეობა, რომელიც ყველა ასაკობრივი ჯგუფისათვის არის აქტუალური, მდგომარეობა, რომელიც პროდუქტის მიღების შემდეგ ძალიან მნიშვნელოვან კვალს ტოვებს ორგანიზმზე და რომელიც შეიძლება განვიხილოთ როგორც გამოზარხოშების სინდრომი, ნაბახუსების სინდრომი, ეგრეთ წოდებული აბსტინენციის სინდრომი, ანუ კონკრეტული ნივთიერების მიღების აღკვეთა. საზოგადოებაში ასეთ მდგომარეობებს ეგრეთ წოდებულ ლომკას უწოდებენ ხოლმე, კონკრეტული ნივთიერების არ მიღების ფაზა, რომელიც ამ ნივთიერების მოხმარების შეზღუდვასთან არის ასოცირებული და ძალიან უსიამოვნო განცდებს გულისხმობს. მაგრამ ალკოჰოლის შემთხვევაში ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი სერიოზული თემა, რომელიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. წყალი. რატომ გამოჩნდა ახლა ჩვენს სლაიდებზე წყალი და პირველ რიგში წყალი? ალკოჰოლი და ალკოჰოლური სასმელები არის ძლიერი შარდმდენი ეფექტის მქონე. ანუ წყალდამკარგავია, რაც იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმის მოთხოვნილება წყალზე იზრდება. ამიტომ თანამედროვე მეცნიერება თვლის, რომ ალკოჰოლის მიღებამდე, ალკოჰოლის მიღების პროცესში, ალკოჰოლის მიღების შემდეგ ორგანიზმი უნდა შეივსოს წყლის დამატებითი ულუფით. წყურვილი არის იმის მანიშნებელი, რომ თქვენ უკვე გაკლიათ ორგანიზმში წყალი. ვავსებთ ამ დეფიციტს და შემდეგ ფიზიოლოგიურ რაოდენობას ვიღებთ. პროდუქტები, რომელიც ამ შემთხვევაში უცნაურად არის დაწყვილებული. ეს გახლავთ მინერალური წყალი და მინერალები, რომელიც არის მაგალითად მწვანილში. რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ ჩვენ ვლაპარაკობთ ორგანიზმში დარღვეულ წონასწორობაზე და დაკარგულ კალიუმზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთი ორგანიზმის დატუტიანებაზე. რა ატუტიანებს ჩვენს ორგანიზმს? მაგალითად, ჩვენი უამრავი წყალი, მინერალური წყალი საქართველოში არის ტუტე თავისი ბუნებით, კარბონატულია და მას შეუძლია მჟავატუტოვანი წონასწორობა, რომელიც ალკოჰოლის დამსახურებით შემჟავდა განეიტრალოს, მაქსიმალურად თავიდან აგვაცილოს ის შედეგები, რაც ახლავს ალკოჰოლის ჭარბ გამოყენებას და მე რამდენიმე სიტყვას გეტყვით სწორედ წინამორბედ სლაიდზე, როდესაც სწორედ მინერალური წყალი და ქლოროფილის შემცველი პროდუქტები, მაგალითად ჩვეულებრივი მწვანილი შეიძლება აღმოჩნდეს საუკეთესო საშუალება დატუტიანების. რატომ ჩნდება ჩვენს სლაიდზე ისეთი პროდუქტი, როგორიც არის სხვადასხვა სახის ჭირი, სხვადასხვა სახის მწვანე ფოთლოვანი მცენარე,
ან მაგალითად ხილი. იმიტომ რომ ყველა ეს პროდუქტი შეიცავს საკმაოდ დიდი რაოდენობით კალიუმს. დიახ, როგორც შევთანხმდით, ალკოჰოლი არის წყალდამკარგავი, ალკოჰოლი ამჟავებს ჩვენს ორგანიზმს, ალკოჰოლი იწვევს ნატრიუმსა და კალიუმს შორის თანაფარდობის დარღვევას. ეს არის ძალიან საყურადღებო მდგომარეობა და თქვენ ალბათ გაგიგიათ კალიუმის ნაკლებობას, რატომ შეიძლება მოჰყვეს არითმია, ანუ გულის რითმის დარღვევა. დიახ, კალიუმი არის ის ელემენტი, რომლის სიჭარბეც და რომლის ნაკლებობაც აისახება ჩვენი გულის მუშაობაზე, რიტმულ მუშაობაზე და პატარა ცვლილებაც კი არის საგრძნობი. გული მიფართხალებს, გული მიფრიალებს, გული ყელში ამომივიდა. ძალიან ხშირად ამბობენ ადამიანები ნაბახუსებზე. შესაძლოა ეს სწორედ კალიუმის დაკარგვის დამსახურებაა და გასაგებია თუ თქვენ სამედიცინო დაწესებულებაში მოხვდით, თუ თქვენ ექიმთან კონსულტაციას გადიხართ, ის აუცილებლად მიგანიშნებთ, როგორ გადალახოთ ეს პრობლემა. მაგრამ ბინის პირობებში კალიუმის შემავსებელი არის თავად პროდუქტი და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება ჩვენი წინაპრების ცოდნას, ჩვენი წინაპრების უდიდეს სიბრძნეს და რაც მთავარია ემპირიულ ცოდნას, რომელიც უკავშირდება 1000 წლეულების მანძილზე, სულ ცოტა 100 წლეულების მანძილზე დაკვირვებას, როდესაც აღმოაჩინეს, რომ ნაბახუსებზე ალკოჰოლით დატვირთვის შემდეგ ადამიანის ორგანიზმი გარკვეულ რესურსებს მოითხოვს აღდგენისთვის, რომ ჩვენ უნდა შემოვირიგოთ ის მიკროსამყარო, რომელსაც ქვია მიკრობიომი და მიკრობიოტა. რა თქმა უნდა, ამის შესახებ ჩვენმა წინაპარმა არ იცოდა, მაგრამ მან აღმოაჩინა, რომ მაწვნის მოხმარება ნაბახუსების გადალახვის, ამ სინდრომის ადვილად დაძლევის შესაძლებლობას აძლევს. ძალიან ბევრ კუთხეში საქართველოში ასეთი გამოცდილება დაგროვილია და სამწუხაროდ ეს ტრადიცია მივიწყებულია. არადა სამედიცინო თვალსაზრისით გვაქვს უამრავი მტკიცებულება, როგორ შეიძლება ალკოჰოლით და მისი გადამუშავების პროდუქტებით, მასთან ასოცირებული საკობი პროდუქტების არასწორი მოხმარებით, გადაჭარბებული მოხმარების შედეგების განეიტრალება ისეთი საშუალებით, როგორიც არის პრო და პოსტბიოტიკებით მდიდარი ჩვენი მამაპაპური მაწონი, რომელშიც არის ცოცხალი ბაქტერიებით ჩვენი მეგობრები, მათთვის განკუთვნილი საკვებიც და მათი ცხოველქმედების პროდუქტი. ამიტომ მოდით ეს ის დღეებია, როდესაც ძალიან მნიშვნელოვანია ისტორიის გახსენება და გავიხსენოთ ჩვენი კვებითი ისტორიები, ჩვენი კვებითი ტრადიციები, მათ შორის გამოზარხოშების დროსაც. მე ვფიქრობ, ეს ძალიან ბევრ ადამიანს წაადგება და ბევრად უფრო უმტკივნეულოდ დააძლევინებს იმ სირთულეებს, რაც მას აქვს, ვიდრე კვლავ დაბრუნება ალკოჰოლურ სასმელთან, კვლავ ალკოჰოლური სასმელების და სუყესაკვების გამოყენება იმისთვის, რომ ადვილად გაუმკლავდეს ნაბახუსებს. ეს იყო დღევანდელი ჩვენი რეკომენდაციები, მე გემშვიდობებით ჯანმრთელობას და ღირსებას გისურვებთ.